საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის მოგახსენებთ არათუ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მით უმეტეს ამ ბოლო დროს განვითარებულ არათუ პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ ჩვენ შევეხებით ახლა ამ ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმატებულად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას კურსკის მიმართულებით. მართლაც რომ ეს კურსკის ოპერაცია იყო ძერეთი თავიდან დიდი შეცდომა იყო უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან იქ თითქმის მათმა მთელი ის ელიტარული ბრიგადები, რომელიც მომზადებული იყო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ფაქტიურად დამარხეს იქ მათმა ეს ბრიგადები და პარალიზებული გახადეს მთლიანად უკრაინის მთელი ეს საბრძოლო ქვედანაყოფები. დიახ, ეს იყო რაღაც გარკვეული ხაფანგი, რომელიც ხაფანგმაც იმსხვერპლა უამრავი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები. ამავდროულად არანაკლები რუსეთის ფედერაციის ჯარების მხრიდანაც იყო მსხვერპლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოყვა უკრაინის მხარეს და უკრაინულმა მხარემ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა ამ ოპერაციებში. და ფაქტიურად ის ჩანაფიქრიც ჰქონდათ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას, ეს ჩანაფიქრი აბსოლუტურად წყალში ჩაყარეს ყველა. რადგან ეს რა იყო ახლა? ეს იყო თითქოს სატყუ არა და ეს იყო კიდევ ახალი კერის გახსნა უკრაინის მხრიდან რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ, რომ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთი ახალი კერა ქონებოდა და ამ კერის საფუძველზე მათ გამოეყენებიათ სარეზერვო რესურსები, მაგრამ აქ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. პირიქით ამ ახალმა კერამ და ახალმა მიმართულებამ რუსეთის ფედერაციის არათუ მარტო სამხედრო ქვედანაყოფები, არამედ მთელი რუსეთი ფეხზე დააყენა. ფეხზე დააყენა, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე აღმოჩნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად რუსეთმა შეცვალა სამხედრო ტაქტიკა, შეცვალა სწორედ მოქმედებები, რომელი მოქმედებების საფუძველზეც მთლიანად სურათი შეიცვალა ფრონტის ხაზზე და ამ სურათის შეცვლის ფონზე არათუ ესე იგი ზარალი და ზიანი მიაყენეს რუსეთის ფედერაციის პირიქით კურსკის ოპერაციამ და კურსკის შეჭრამ უფრო მეტად უპირატესობაში ჩააგდო რუსეთის ფედერაციის ჯარები და ყველა მიმართულებით ისინი მიიწევდნენ და მიიწევენ წინ. ახლა სასწაული მოხდა. ეს მთელი მსოფლიო უკვე ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სასწაული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა რუსეთის ფედერაციის ჯარების გენერალურმა შტაბმა. მართლაც ეს მე სამხედრო პირი ვარ და მე მესმის ეს რადონეზე იყო უკვე დაგეგმილი და რადონეზე მუშაობდნენ უკვე მთელი გენერალური შტაბის როგორც ოპერატიული სამსახურები, ასევე მთელი ეს დაგეგმარება და რადონეზე მოხდა ის, რომ რუსეთის ფედერაციამ დაგეგმა რომელი ოპერაციას მოხდა ოპერაციის საფუძველზე მოხდა კურსკის გათავისუფლება და დღეს უკვე რუსეთის ფედერაციას მთლიანობაში კონტროლზე ყავს აყვანილი კურსკი. თქვენ წარმოიდგინეთ 15 კილომეტრიანი გადაჯგუფებები, მიწისქვეშა გადაჯგუფებები. ეს არის სასწაული რაღაც. ეს არის იცით რა არის უკვე ახალი შენაძენი არის უკვე სამხედრო სწავლებისათვის. დიახ, ახალი შენაძენი არის. ახლა მთელი ინფრასტრუქტურა, რომელი ინფრასტრუქტურის საფუძველზეც ისინი მუშაობდნენ და ამ ინფრასტრუქტურის საფუძველზე ახდენენ გადაჯგუფებებს, ესე იგი გაზის მილის საშუალებით. 15 კილომეტრიანი გაზის მილი, რომელი გაზის მილი სხვადასხვა ევროპის მიმართულებით გაედინებოდა და გამოიყენეს ეს მათმა და ამის საფუძველზე მოხდა, რომ აღმოჩნდნენ ისინი უკვე მოწინააღმდეგე მხარის ზურგში, რამაც გამოიწვია დაბნეულება უკრაინის ჯარების და ამ დაბნეულობის საფუძველზე მოხდა ის, რაც მოხდა და ამ მთლიანობაში ეს მთელი რომ იტყვი ის ნაშრომი და მთელი ეს შრომა და მთელი ეს რესურსი, რომელი რესურსის უკრაინის მხარემ ჩადო კურსკში, წყალში ჩაიყარა. დღეს ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, ასევე გვექნება საუბარი ჩვენ რუსულ-ამერიკულ შეთანხმებებზე და გარკვეულ რაღაც შეხვედრებზე, ასევე გვექნება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი ყოფილი პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონო რამაზ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს. მადლობთ რომ მობრძანეთ ჩვენთან სტუდიაში. ბატონო რამაზ, ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენც კარგად გახსოვს და ყოველთვის ჩვენ თვალყურს ვადევნებდით. მოდი დავიწყოთ ახლა ამ უკრაინის იმით რა ქვია საკითხით.
და გვახსოვს ჩვენ ექსპერტები, რომელი ექსპერტებიც გამოდიოდნენ საქართველოს ტელეარხებზე და უკვე ჩადიოდნენ იმაში კრემლში და პუტინის კაბინეტში იჯდნენ, ხო? ეს უკვე დაწუნებულები იყო. ზოგი ტანკებს ითვლიდა და ვერ ითვლიდა გაიგე და ვერ ანგარიშობდა და ზოგი კიდო რა ვიცი, ისა მიმართულებების გეგმებს ვლიდა და ფაქტიურად უკვე ომი მოგებული ქონდათ უკრაინაში მაგრამ აღმოჩნდა ის რომ აქ სხვა მიმართულება ისის მეტსაც გეტყვით რომ რუსეთს ჯარი აღარ ყავდა აბსოლუტურად რუსეთის ეკონომიკა დაცემული იყო რუსეთში არავითარი სამხედრო მრეწველობა აღარ მიმდინარეობდა და რუსეთის ესე იგი მთლიანად ფედერაციის თავდაცვის ძალები იყვნენ ყველანი დემორალიზებული მაგრამ ხედავთ აგერ რომ ყოველ დღე ახალ სოფლებს იღებენ და ახალ ოლქებს იღებენ და ახალ ქალაქებს იღებენ და მით უმეტეს კურსკის ოპერაცია რომელიც მართლაც უნიკალურ დონეზე იყო ჩატარებული და მართლაც რომ ესე იგი მთლიანად ამ კურსკის ოპერაციამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო ხო თუ რას გვიყვით ამის შესახებ მე თავიდანვე რაც ეს კონფლიქტი და ომი დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი ას მე სულ ვიძახი რომ აი ეს ყველაზე საწყენი ის არის რომ აქაური ჩვენი თანამოქალაქეები სულ ერთია ვინ იყო ყველას ექსპერტი აწერია ქვით ხა არ ვიცი მე ნაციონალი იყო თუ ქართული ოცნების წარმომადგენელი ყველა რაღაცას ისე ვითომ შეფარვით ვითომ ისე ზოგი პირდაპირ რაღაცა მართლა ტანკებს არითმეტიკაშიც რო გარღვევა და თან სამხედრო პირი რო ხო და ისეთი რაღაცებს ლაპარაკობდნენ რომ მე მიკვირდა რა ყველაზე ცუდი ის არის ტრისტან ბატონო რომ იტყუილებიან და ატყუილებენ მოსახლეობას და ატყუებენ მომავალ თაობას რომელსაც ეხა მე ძალიან მიჭირდა თავიდან რა აი რაც დაიწყო ეს ომი რომ იმ მომავალი თაობა ბავშვი ჩვენი შვილების ტოლები არიან და იმათთვის ამეხსნა რომ გამორიცხულია რომ რუსეთის ფედერაციას დღეს რომელიც არის სამართალმემკვიდრე იმ დიდი საბჭოთა კავშირის რაც იქ უსერიოზულესი სამხედრო დოქტრინით აშენებული და ნაომარი ჯარით აშენებული მეორე მსოფლიო ომში მოგებული ჯარით აშენებული სისტემას რო ვიღაცას მოეკო მე იმ თავიდანვე ვიძახდი დარწმუნებული ვიყავი და დღესაც დარწმუნებული ვარ იმაში რომ უკრაინა კი არა მთელი ნატოს ქვეყნები 26 თუ 27 რა ვინც გინდა ის იყოს რა რომ დაუპირისპირდეს რუსეთს ვერ მოუგებენ დღესაც ვიძახი ვინც გინდა რუსეთ თუ მეძახე და გინდა ის არა ფაქტის სახელზე არის რა შუაშემა რუსეთ თუ მეობა იცით პირიქით ეხლა ეგ მაგ ომით მე სულ ფიქრობ ხოლმე რომ თვითონ ამ რუსებმა ხوار გათვალისმეთ კი ეგ რომ იმიტომ რომ მაგ ომით პირიქით შეაკავშირეს ეს რუსი ხალხი, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანას უჭირს რუსები ერთიანდებიან. შეაკავშირეს ესა, გააძლიერეს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გახადეს. აი ვიღაცა გუბერნატორი რო იყო და იქ რაღაცებს იპარავდა და რო იყო ფაშასავით და იქ ინგლისში რო ქონდა ანგარიშები და რაღაცები, აი ეგ ფენა ამოვარდა. და გახადეს ესე თუ პატრიოტი არ ახარ, ესე იგი უკვე სირცხვილად ითვლება. ამის გარდა ეკონომიკა წამოწიეს და თავისი ეკონომიკა გადაიყვანეს ომის რელსებზე. და უკვე იმ ხელაზე გაუსწრეს ამ ნატოს ქვეყნებს თლიანად გაერთიანებულს 10 წელი ვერ დაეწევიან. მე ფიქრობ, რომ უკვე დროა რომ საზოგადოებას აუხსნა ნამდვილმა სამხედროებმა, რომ ეს ყველაფერი არის იყო ტყუილი და რომ შევხედოთ აი ამ კურსკის ოპერაციის მერე, რომელიც დარწმუნებული ვარ, სოფლიოს ომების სამხედრო სტრატეგიის და ტაქტიკის ისტორიაში იქნება ერთ-ერთ პირველ ადგილზე. რომ აი ესეთი ოპერაცია ჩაატარეს გაზის მილში გაიყვანეს ამხელა ჯარი და უკრინა მოექცენა და ფაქტობრივად უძლური გახადეს აი ამხელა ქვედანაყოფი ელიტარული ქვედანაყოფი რომელიც იყო ისედაც ხო ფაქტი იყო რომ უკრაინელები ვერაფერს ვერ იზავდნენ
მე თავიდანვე გამიკვირდა ერთი რაღაცა და სულ ფიქრობდი რომ შეიტყუეს მეთქი რუსებმა, იმიტომ რომ მანამდე რუსეთის ტელეარხები აჩვენებდნენ აფეთქებულ რაღაცა ტანკს იქ ამერიკულს თუ ევროპულ ტანკს, რომელიც იყო გადაღებული რუსული სატელიტებიდან რა. ესე ადიდებდნენ და ანახებდნენ. ეხლა ამხელა ქვედანაყოფი ისე შევიდა კურსკში, რომ ვერ დაინახეს. ეხლა მე მაგრამ იყოს თან ელიტარული, თან ისეთი რუსეთის სამხედრო დაზვერვას ძალიან სერიოზული მსოფლიოში ერთ-ერთი უსერიოზულესი დაზვერვა ყავს და ესე არ გამოეპარებოდათ ეგ აი რა ვიცი ხა მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს და მე იმ თავიდან ვფიქრობ რომ ეს რაღაცა შეიტყუეს ხო რაღაც როგორ ხა იქიდან უყურებენ იქ აფეთქებულ ტანკს და ის დაინახეს ამდენი ეს უკრაინელებმა ჭამეს არა შეიტყუეს მაგიტო ვიზახი რომ ეს ჭამეს ესე იგი ელიტარული ქვედანაყოფები რომელიც ყავდა უკრაინას მოხსნეს ფრონტის ხაზიდან და შემოიყვანეს კურსკში რომ აი ხა ხო ხედავთ რუკასაც რო დახედო რომ პირდაპირ აი ეს ალყაში შემოიყვანეს ფაქტობრივად აქამდე რაღაცას იმაშობდნენ ისიც ვინც შევიდა იქ ხო მარტო უკრაინელები არ არიან ძირითადად დაქირავებული არიან და ვინც შევიდა იქ ისეთი რაღაცები ატარეს რომ აი იქ კურსკის მოსახლეობას კი არა მე გერმანელებს აგერ ამერიკის პრეზიდენტმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს და ისე თქვა რომ მე ვთხოვეო და არ ამგონია ვთხოვეო რომ არ დახოცულნო ისინი მე უფრო ფიქრობ რომ იმიტომ თხოვა რომ ძალიან ბევრი დაქირავებული უცხოელი არის და იმათი დახოცვა ჩათვალე რომ რაღაცა კიდევ ერთი ილუსტრაცია იქნება რომ მარტო უკრაინელები არ ეომებიან. არ იყო, იქ ბრიტანელები იყვნენ, იქ გერმანელები იყვნენ. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ამერიკელები, ხო, ომის დროს მარტო გერმანელები არ ომობდნენ. არა, იქ ამერიკელები იყვნენ. ევროპა ეომებოდა, მასე არის ეხლაც. მაგრამ ეხა იქ ქართველები იყვნენ, ქართული ლეგიონი. მაგრამ ეხა იცით რა არის? საქმე იმაშია, რომ რუსებმა ეხლავე განაცხადეს, რომ იქ დაქირავებულებს ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს. თქვენ არიბარებენ. დაქირავებულ ჯარისკაცს არანაირი შანსი არ აქვს. ჩვენ ეხლა ნაუმარი ხალხი ვარ და ჩვენ დროსაც აფხაზეთში ვინმე დაქირავებულს პირველ რიგში ის კი, მაღაზიები და ნადირობა. კი, შენი მტერი პირველი მტერი, იმიტომ რომ საიდანაც ვიღაცა ჩამოდის და ერევა შენ შიდა კონფლიქტში თუ ომში. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა კიდევაც რომ ჩვენ აი ეს კი მივეცითო ახლა შანსიო რომ ან დაიხოცებიან ან ჩაგვბარდებიან მაგრამ აქ დახოცვა ჩაბარების პროცესის მერე გაგრძელებაც მოყვება თვითონ უმაღლესი თანამდებობის პირები რუსეთის პირდაპირ განაცხადეს რომ იქ ისეთი დანაშაულები იყო იქ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მოხუცების წინააღმდეგ რომ ეგ გამოძიება უკვე დაწყებულია რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ და აუცილებლად ყველა გამოვლენილი პირი დაისჯება. ეს ნიშნავს რომ აი რაღაცა გადარჩენის შანსი დაუტოვეს სიცოცხლე რო გადაირჩინოს მე არ ვლაპარაკობ დაქირავებულებს უკრაინელებს ვინც იქ რაღაცას ჩადენილი რეგულარული ჯარი ფაქტობრივად იმ ხალხს დაუტოვეს ვინც აი ეს მოსახლეობას მშვიდობიან მოსახლეობის აი ამ სადისტურ გენოციდში არ მიიღო მონაწილეობა და მე ვფიქრობ რომ ამითი დამთავრდა აი ეს რაღაცა ლაპარაკი რომ აი სამაგიეროდ აი უკრაინა ნახე რა მაგრები არიან აქაც უსმენდი მე ამ თემას რომ აი კურსკში შევარდნენ ნახე იქ მოიცა ხა მოსკოვშიც შევარდები კიდევ ვიმეორებ რა კიდევ ვიმეორებ მე დღემდე მგონია რომ რუსებმა შეიტყუეს უკრაინელები კურსკში იმიტომ რომ ყველა აფეთქებულ ტანკს აჩვენებენ სატელიტიდან ხო უყურებთ ჩვენ ეს ხო ფაქტია თუ სატელიტიდან და ამხელად ქვედანაყოფი სამხედრო ქვედანაყოფი ელიტარული რომელიც მოხსნეს 6 ბრიგადა ფრონტიდან 6 ბრიგადა უცხოური უახლესი სამხედრო ტექნიკით გაჯერებული ეს ამხელა ქვედანაყოფი წამოვიდა ისე რომ ვერ დაინახეს ომში მყოფმა
რუსეთის ჯარმა ეს ხო გამორიცხულე რა ვიცი მე ფიქრობ რომ ეს არ არის ხა ეს რაღაცა არასერიოზულად არ მინდა რომ გამოუჩნდე რაღაც არა ვარ მე სამხედრო იცით რა არის ბატონო რა სადღაც ექსპერტები კი ყავს აგებს რო ითვლიან მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივად ეს ჩემი ხედვა არის ესეთი რომ მე სადღაც გეთანხმებით და მე როგორც სამხედრო სპეციალისტი და გავს რაღაც გარკვეული სამხედრო ოპერაციებში მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც საბრძოლო მოქმედებებში ასე დაგეგმარებებშიდაც მაგრამ თითქოს ასე ჩანს კურსკისთან მიმართებაშიდაც რომ სატყვარა იყო ეს რუსეთის მხრიდან უკრაინელთან მიმართებაში ხო იმიტომ რომ ეხლა რა არის იცი ამბობენ რომ იქ თითქოს და მას უნდა ჩააგდოთ ხელში იქ ის ელექტროსადგური რომელი ელექტროსადგურითაც იკვებება მთელი რასტოვის და ვორონეჟის ოლქი მაგრამ ახლა თქვენ წარმოედგინეთ მოხდა აი ჩაიგდეს ხელში მერე რა და სად მიდიხარ? მიდიხარ პირდაპირ შედიხარ ფრონტის სიღრმეში შედიხარ, სადაც იქ შენ დარწმუნებული ხარ, რომ ადრე თუ გვიან უკვე სასესხლე ტომარაში მოხვდები. გაიგე? და მოგიკოჭავენ თავს. მე ძალიან მაინტერესებდა მაგის ახსნა უკრაინელების მხრიდან და ეს აი ამ ეს რო ყავთ ბოროტი მასხარა კლოუნი იმან ახსნა გააკეთა პირდაპირ ნუ რა ვიცი ანუ ჩვენო გავიტყუეთო რუსებიო გავიტყუეთო იქიდანო და აი ამ კურსკის ოპერაციითო და სამაგიეროთო აი აქო მოგვეცა რა საშუალება მიეცა ხო თითქოს ხო მაგასაც ამბობენ და ახლა სირსკი ვინც არის ახსნა იმ ბოროტმა კლოუნმა ხო სირსკი ახლა ნუ ახლა სირსკი ვინც არის სირსკი არ არის ახლა შემთხვევითი სამხედრო მას საბჭოთა ისა გავლილი მაგრამ როგორც ჩანს არც სირსკის არ უსმენენ იქ აიგე და თვითონ როგორც ჩვენთან იყო აგრე ჩვენი გიჟი გადარეული ავად სახსენებელი სააგაშვილი აი ავამტყი ხო მართლა მინდა 12 წელი მიუსაჯეს უკვე დღეს კიდევ და შეგრებით ეს პრინციპი გამოიყენეს ხო ის მაგასა მიმართებაში 12 წელი უკვე და დაიღუპნენ ესენი ხო როგორც ჩანს უკვე იქ რაღაცები კიდევ ბერფირდებიან აიგე ხო ამიტომ ეხლა ამანაც როგორც აიღო თავის თავზე აქ ყველაფერი და პოლიტიკურმა მისმა გარემოცვამ და 2008 წელი რაც გააკეთეს ჩვენ ხო გაგაცვიცით ეს ყველაფერი იგივე სურათია და იგივე ხელწერა არის რა იგივე სურათია იქაც და იქ სამხედროებს მაინდა-მაინც არევენ საქმეებში გადაწყვეტილებებში იგივე ვერ არის სამწუხაროდ ამდენი ხალხი გაწყდა მილიონობით ხო გადაწყვეტილებებში მაინდა-მაინც სამხედროებს არ აძლევენ იმის საშუალებას რომ მათმა თავისი პროფესიონალური დონე გამოიყენონ და მოусვინონ და სხვათა შორის ზალოჟისის რომ მოესმინათ მაგათ თავის დროზე ხო რომელიც ყავდათ კურსკამდე რომ სირსკამდე ვიწყავდათ ხო ის პროფესიონალი სამხედრო არის და ძალიან ჩამოყალიბებული სამხედრო იყო და ის ბახმუნთან მიმართებაში ამბობდა გადაჯგუფებას რომ ჩვენ ამათ ყველა შევახოცებთ ამ ხალხს აიგე და მოდი გადაჯგუფება გავაკეთოთ და გადმოიყვოთ მეორე ეშელონში გავამაგროთ ის მეორე ეშელონი და შესაბამისად უფრო მეტი ის გვექნება უპირატესობა იმასთან დაკავშირებით რომ შემდგომ კიდევ სხვა დანარჩენ მიმართულებებით ვერ განახორციელებენ ცოტა მოგვეცემა ამოსუთქვის საშუალებაო არ დაუჯერეს ამას და ამიტომ იყო რომ მათ ზელენსკისა და ზალოჟიშის შორის ყოველთვის შეუთანხმობა იყო. მაგრამ აქაც იგივეს ხედა მე, იმიტომ რომ ახლა გასაგები არის, რომ ნუ ახლა ისინი ამბობენ, რომ ჩვენო ეს იმიტომ გავაკეთეთ კურსკის მიმართულებით დავგვიგეთ ოპერაციაო და შევიჭერეთ კურსკის ტერიტორიაზე, რომ რუსეთი ამ შემთხვევაშიო იმ ძალებს, რომელიც ძალები დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებით ხდა განლაგებულიო, იქიდან მოხსნიდენო, გაიგე? ხო და გადაჯგუფებას გააკეთებდნენ კურსკის მიმართულებით და შემდგომ ჩვენ შევუტებდით დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებას. მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ ახლა თუ არ ქონდათ გათვლილი და მაგათ არ ქონდათ ინფორმაცია იმისა, რომ რუსეთი ყავდა სარეზერვო ჯარები უკვე 600,000 უკვე ის ყავდა მომზადებული ის რა ქვია რეზერვები ყავდა ხო მომზადებული კაცო წევანდალი მაგათ ახალწეულებს ჯერ არ გამოუყენებია იმაში სამომავლო ხედებებში ხო არ სჭირდება ხო მით უმეტეს ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა მუშაობდა და ახლა ცოტა ტრამპაში აჩერა ხო ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით მოქმედებდა თელი ესე იგი ეს უკრაინის თავდაცვის ძალები ხო და თელი ეს დაგეგმარება და ყველაფერი ნატოს გენერლები და ისინი გეგმავდნენ ხო თქვენ ვამბობთ ახლა ის ნატომ და იმან შეუტიოს რუსეთს ნატო უტევს უკვე რუსეთს ნატო უტევს ის მაგთვართ ის არ არის რუსეთ უკრაინის ომი ეს არის უბრალოდ ნატო რუსეთის ომი არის უბრალოდ ცოცხალძალად იყენებენ იმას უკრაინელებს რომლებიც ჩანან მაგრამ არის ისე მეგაყი რა გააკეთეს ამერიკელებმა და ნატოში ხარდლობა შტატგარეთ გაიყვანეს თავიანთი სამხედროები ესმით ვითომ ისინი გავიდნენ რეზერვში და ამავდროულად შემდგომ ისინი გააწევრიანეს კერძო სამხედრო ბაზებში ეს დაქირავებულებია
კერძო სამხედრო ბაზები და შესაბამისად აი ამ სტატუსით შეიყვანეს ისინი იმას ფრონტის ხაზზე და აუმებენ. მაგდროულად ნატო ეომება უკვე იმას, რა ქვია, რუსეთს. ყველაფერი იარაღი ნატო, საბრძოლო მასალა ნატო, ტექნიკა ნატო, სადაზვერო მონაცემები ნატო, დაგეგმარება ნატოს გენერალიტეტი. ანუ აქ ნატოა ჩართული ამ საქმეში, ხო, არ არის ოფიციალურად ჩართული, არის არაოფიციალურად, ხო? მაგრამ რაც შეეხება ახლა იმას, რომ თითქოს ახლა მე მაინც იმას დავუბრუნდები, რომ თქვენი ისმინა პოზიცია გავამყარო, რომ ეს უფრო მე სატყვა რა მგონია რუსეთის მხრიდან, რომ მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ახლა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვა გერეო არის სახელმწიფოში, ხო? მთელ მსოფლიოში ახლა მაგის მსოფლიოს ის არ არსებობს, რა ქვია, დედამიწაზე კუთხე და კუნჭული, სადაც მაგათ წომა არ ქონდეთ, ხო? და გარკვეული ესე იგი თუ წაჭიწებათ და ოპერაციასაც ჩაატარებენ. ეს ფიცასია საქმე და ნუ თუ ახლა მათ ამ ხელა ქვედანაყოფები მოდის კოლონით, გაიგე? ხო, თელი ჯარი გადაადგილება ხდება. ჯერ მით უმეტეს შიგნით ყავთ თავიანთ დაზვერვა მაგათ. როტაცია რომ მიდიოდა რა, ვერ გაიგეს. ანუ ესე იგი მეც მასე ვფიქრობ და მე როგორც სამხედრო სპეციალისტი ჩემი აზრით ასეთი არის, რომ რუსეთმა შეიყვანეს სატყვარაში, რომელიც სატყვარას წამოეგენ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელობა და თვითონ პოლიტიკური ელიტა გესმით და თვითონ თავადმე დაგეგმეს ის კურსკის ოპერაცია რუსეთის მიერ შეგდებული, რომ იტყვი შეფუთული იმით რა, გეგმით. ვფიქრობ, რომ ეს ხო ეს როგორი ომი არის ხო ხდებით არა, პოლიტიკური კი არა, აი რაღაცა მოდელირებული ომი არის ძირითადად, აი იმიტომ რომ ეს ხალხი კი იხოცება, მაგრამ არც აინტერესებს ახლა იმ ბოროტ მასხარას. ეს ხალხის ბედი და ეს გენოციდი რომ მოუწყო უკრაინელებს არ აინტერესებს. ამას აინტერესებს პოლიტიკური ქულები და პოლიტიკური აი ეს ფულის კეთება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგ ოპერაციით უნდა და წამოიღო კიდევაც ამერიკიდანაც და ევროპიდანაც ძალიან დიდი ფული. ძალიან დიდი ფული, რომ აი მე პირიქით იქით გადავედი. იქით გადავედი იმაში. შეტევა განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე შევიჭერი რუსეთის ფედერაციაში. ხო და ნუ იცი ყველაფერს მაგ მოდელირებულად აკეთებს, იმ ბახმუტის არის, აი ყველაფერს აკეთებს ესე მოდელირებულად და მოდელირე არც გამიკვირდება, რომ მოიგოს რა, იქ რომ მოიგოს სააკაშვილმა და იქ აზეიმა ხალხი. ხო, ხალხი აზეიმა, მე დღემდე აი გაუგნებული ვიყავი მაშინაც და დღესაც იმ კადრებს რო უყურებ, რო უხარია ამ ხალხს რა. ხალხს უხარია ამდენი ახალგაზრდობა ჩაწო დახოცა ამდენი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხალხი სახლებიდან აყარა და გამოაქცია. წარმოგიდგენიათ ახლა მე ვცხოვრობ იქ სიტყვაზე ვიძახი, ვცხოვრობ სახლი მაქვს გამართული მამაპაპისეული სახლი, ვცხოვრობ იქ ველაპარაკები ამ ოსებსაც, კაცო, პრობლემა უკვე აღარ იყო ბოლოში. ქორწინდებოდნენ და გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ყველა უკვე ურთიერთობა დაალაგებული ჰქონდა. და იქ ძროხა მყავს, რაღაცა მყავს იქ, ნუ ძლიერი ოჯახი მაქვს. და ვიღაცა თავისი პოლიტიკური რაღაცის გამო თუ რაღაცის გამო, რომ ვიღაცა იქ ამერიკაში კენჭს იყრის ამისი მეგობარი თუ რაღაცის გამო მოვიდეს და ჩემი სახლიდან გაისროლოს და იქ მეზობელი მოკლას, ისე რომ აუცილებლად ის წამოვა და საპასუხოს მომცემს და ეს გაისროლა, მოკლა და მოტრიალდა და გაიქცა. აი, გეტა მე შემატოვა ჩემი აი ამ ოჯახიანაც რა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რეები გააკეთა და აქ მე აზეიმა ეს ხალხი რა. დაღუპა ფაქტობრივად რა, ოჯახები დაღუპა სავსე გამართული ოჯახები. დატოვეს ყველაფერი და გამოიქცნენ რა. დატოვეს ყველაფერი და გამოიქცნენ და სისხლი დატოვა. რაც ყველაზე ძნელია და წლები ჭირდება სისხლი. აქ რო ერთი მეზობელი კი არა, ვიღაცა რო ვიღაცას მოკლავს იმისი შვილები და შვილიშვილები სულ ერიდებიან, რომ მაინც შური არ იძიოს და წარმოგიდგენიათ ახლა საქართველოს და ქართლია რა, ქართელი ცოტა ესეთი თემაა რა, მეომარი ხალხია რა, ქართლელები და კახელები, ყველაზე მეომარი სუომი იყო. სუომში იყვნენ, კი. ხო რა, სუომი იყო. მე მახსოვს სულ ეს კიტოვანი იძახდა ხოლმე, რომ
კაცო, აი ომიო ამათიაო რა, ქართველების და კახელების, ესეთი პატარა კაცი მოვა, არაფერი შეხედავ, არაფერი ავტომატის ხელ არ. როგორც კი სროლას გაიგებსო, კაცი ხდება, გაიგებ. ბუმბერაზე. გიჟიც არისო, რა მიუშვა, გაიგე. აი ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ აი ეს მიზან მიმართულად, აი ეს ზეიმები რო გამართეს, წაგებული და ხალხი დატოვეს, იქ ჩატოვეს ეს ჩვენი ახალგაზრდები დღეს რო ყვავილებით ადიან და რა ნამუსით ადიან ბიჭო, რა ნამუსით მირები და იმათი მშობლებს რა უქნეს, ხო ხედავა რა. მე რა მინდა ეხლა ები გააკეთე, ანწუხელიძე, წარმოგიდგენიათ რა გააკეთეს, უაშკაცესი ხალხი შეახოცეს იქაურო. მე რა მინდა ბატონო რამას, თქვენ ძალიან კარგი თემა შემოიტანეთ ჩვენ გადაცემაში და მე მინდა სწორედ იმ ვაშკაცი გმირი ბიჭების, რომელი გმირი ბიჭები შეეწირნენ და თავი დადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ბრძოლებში აი განსაკუთრებით 2008 წელს ხალხო სააკაშვილს უნდა მოთხოვოთ პასუხი ესეთაშია საქმე. თქვენ მესმის თქვენი ტკივილი, მე თქვი მშობლები ბრძანდებით, ოჯახის წევრები ბრძანდებით, მესმის, ყველაფერი მესმის, მე თვითონ და აი ბატონი რამაზის თვითონ პირადად ვიყავით ამ ბრძოლებში როგორც 92 წელს ისე 2008 წელსა დაჭილები ვართ და რა ვიცი, გადავრჩით, სასწაულმა გადაგვარჩინა. მაგრამ დღეს თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზიები სააკაშვილთან. სააკაშვილის მიერ იყო ეს ყველაფერი პროვოცირებული. ამ ნაძირალამ და ამ გაიძვერამ გააკეთა ეს ყველაფერი. და ამიტომ იქ მოდიან ისინი გმირთა მემორიალზე, ხო? არ უნდა უშვებდეთ, მაგრამ ჩვენ გმირთა მემორიალთან არ უნდა უშვებდეთ ჩვენ არც ერთ ნაციონალს არ უნდა უშვებდეთ იქ მუხადგვერდში, იმ მათას სასაფლაოზე. არ უნდა უშვებდეთ და ამიჯერეთ მე თქვენ და ნუ ესე იგი მე ერთხელ მქონდა შეტაკება მქონდა კაცო გმირთა მემორიალზე იქ ნაცსექტა იყო მოსული 5 წლის უკან გაიგე და ერთი ის მქონდა მაგათა მე უგულავა იყო ლოჯისტიკა ომში. როგორი აი მაგათი ბრალია ეს ყველაფერი იცოდეთ. აი მაგათი ბრალი არის თქვენი შვილების ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენა და ჩვენი ასეთ მდგომარეობაში პირადად ჩემი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგათი ბრალია. მე კი ვთხოვ მაგათ პასუხს, საკადრის პასუხს, სადაც წავეწევი არც ეს არ ვზოგავ. მაგეთა არ დავზოგავ მანამ სადამ პირში სული მიდგას, ხო? მაგრამ ყველამ ერთად უნდა დაუწყოთ მას ჩვენ პასუხის მოთხოვნა იმ სიბინძურებთან და იმ დაანშაულთან დაკავშირებით, რომელი დაანშაულით მან ჩაედინა ქართული ხალხის წინააღმდეგ ნაციონალებმა. გასაგებია სააკაშვილს ახლა დღეს 12 წელი ვიცეს კიდევ, ხო? მე ახლა ის სამშობლოს მუხლიც რო გააცოცხლებენ უკვე 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც მიუზიან მაგას და როგორც სამშობლოს მოღალატე ისე გაასამართლებენ, მაგრამ აქ ჩვენ გვინდა ჩვენებურად გავასამართლოთ ეს ნაძირლები, გაიგე და დღეს ესენი თავაწეულები ვერ უნდა დაიარებოდნენ ქალაქში, ვერ უნდა დაიარებოდნენ ქუჩებში, არ უნდა უშვებდეთ ტელევიზიებში და არ უნდა ესე იგი კлау მაგადი სახეებს არ უნდა უყურებდეთ ჩვენ გესმით, მაგრამ სამწუხაროდ ბატონო რამაზ ესენი არიან ისე ყველგან ესენი ყელარიან ყველგან და იგივე ეს ისენი რა ქვია მაგენი იყვნენ ახლაც კიდევ აი ახლაც მაგენი იყვნენ რომლებსაც უნდა საქართველოს ჩათრევა ომში, ხო? რა თქმა უნდა, მე სულ ვიძახი რა. კაი, მე სულ ვითხოვ, სულ ქართველი ვარ. აი ეს ცხრათაობა, ესე ვთქვა, დედისგან და მამისგანაც რა და ასე რომ პრობლემა არ მაქვს ვიომებ ამ ქვეყნის გულისთვის პირიქით სუმზათავა. მაგრამ უყურე რა ხდება რა. ჩვენი წინაპრები ყავდა მეფე რა, რომელიც მიდიოდა და ომობდა და მე ვენდობოდი, ხალხი ენდობოდა ამ მეფე ერეკლე, რამდენჯერ დაჩეხილი იყო კაცი და წარმოიდგინე ხა მეფე ერეკლე რომ დაგიძახებდა, წახვიდოდი აბა რა არ წახვიდოდი და ესენი კიდევ ეს დამპლები აღარ შეურაცხმოს აყენებენ. ეხლა აი მაგ თქვენ რომ ბრძანეთ იმ უკრაინის ამბავზე რა. ეხლა წარმოგიდგენია ზელენსკი არის მთავარსარდალი. აბა და იქ ის სირსკი თუნდაც და ის ზალუჟნი თუ ვიღაცა ის რომელსაც მე ვხედავ რომ მართლა ის არის რა მე იმას გავყვები როგორ არა კი თავსაც გავწირავდა რა მაგრამ ეს არ ფლობს სიტუაციას. არა, პირიქით რა, სტალინი ხო არ არის რა, სტალინი იყო და მართლა თვითონ გეგმავდა და თვითონ იყო. თავარსარდალი იყო რა. ის მართლა ის იყო მართლა ნამდვილი თავარსარდალი რა. ხო, მაგრამ ის სამხედრო მუნდირის ქვეშ იყო. ზელენსკივით იმისი მაიკებით ამით დარბოდა რაღაცა. ეს მასხარაა. ეს კონკრეტულად. ის მართლა სამხედროების ქვეშ იყო. რატომ იყო სტალინის სამხედროების ქვეშ იცი და რას იცავს სამხედროების ქვეშ ყოფნა? ეს მეტი პასუხისმგებლობა გაქვს შენ უკვე. რა თქმა უნდა. და მეტი უკვე ის რა არის
შინაგანად გაძლევს შენ უკვე ის სამხრეები და ის სამხედრო ის მუნდირი იმის საშუალებას რომ შენ მეომარი ხარ უკვე და შინაგანად უკვე შენ განწყობა გაქვს უკვე ისეთი რომ შენ უკვე ჩამოყალიბებული სამხედრო ხარ გესმის და შენ თავს გადადებ გაიგე და არა ის იმის რო ზიან ახლა იმაში რა შტაბებში მაიკებით და იმით რა უყურე რა გააკეთეს აქაც და იქაც ზუსტად ერთნაირი ხელწერით აღზარდეს 30 წლის განმავლობაში ახალგაზრდობა რომელსაც თავის ქვეყანა არ უყვარს ჩვენ მაგალითად ისე წავედით ამ ომში 90-იან წლებში ხო ისეთი ხალხი ნახე იქ ექიმები მასწავლებლები ქუჩის ბიჭები მორფინისტები რა ვიცი სულ ყველა რა რომელიც თავს წირავდა კაცო და ომობდა არ იცოდა მაგრამ ავტომატი ეჭირა და იქ ისწავლა და ომობდა რა წარმოგიდგენია ის ძველი წმენა ქონათ მათ გაიგე ის იქიდან მოდიოდა ჯერ კიდევ ჩვენ ის მაშინ ახლა 92 წელს ამას კიდევ არ იყო ესეთი მოდებული ეს ლიბერალური შხამი გაიგე როგორ ზარდეს ეს ახალგაზრდობა დღესაც არავითარი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი მოქმედება არც ერთ ხელისუფლებას არ ქონდა მით უმეტეს ეხლა როგორ ბავშვებს დი სკოლაში არასწავლი პატრიოტიზმი. აი, არავითარ პატრიოტიზმი. შეხო ვასწავლე. ეკლესიაც გამოიყვანეს რა სკოლიდან, რომ იმითი მაინც ყოფილიყვნენ, რომ შენი ქვეყანა გიყვარს. პირიქით, ზდიან ისე, რომ რაღაცა ისტორიაც კი შეცვლილი აქვთ რა. კიდე კაი ის ნაცები არ არიან, თორე დაიწყებოდა ისტორია სააკაშვილით რა. იწყებოდა უკვე. იწყებოდა უკვე. ეს ბრიყვი კიდე ბოგანო ბრიყვი კიდე იძახდა კიდევაც მე შევქმენია ეს ქვეყანა. ახლაც ამბობს. მეო საქართველოს მე შევქმენია ახლა იძახ. ხო ნუ იცი რა არის და თან ყველაზე ცუდია ეგ არის რა რომ თუ შენ მეძახი მე რომ წამოდი ომში და ვიომოთ ანწუხელიძეს ეძახი მე კი არა ანწუხელიძეს აი გმირებს შინდისის გმირებს რო ეძახი წამო ბიჭებო ვიომოთ აიგე და მე ვიღაცა ბოდიშიდან ნაშასთან მუხლებზე რო გიზის და თქვა რომ კაცო ერთი ქვების გროვა დავკარგე რაღაცა იცი რა არის თუ მეძახი მე უნდა ვიცოდე მაინც რომ შენ უკან დამხევი არ შიშარა კი არა ირიქით ისეთი ხარ რომ თან გენერალი ხარ რა გაიგე და მოყვები შენ ომი კი არა ერთი გასაცოდავებული შიშარან ვირთ ხარ რა სულ ყველა თან შტაბის უფროსი კი არა რა ქვია იმას თავდაცვის მინისტრი ვერ გამოაფხე ვაფშე ომი რო იყო მე მგონი ეხლა მიხვდა ის კეზერაშვილი გარტყმაში არ იყო ესეც კაიფში იყო მთელი ამ პერიოდი ეს კიდევ გამოკურდღელებით გამოიქცა აქედან რატო იცი შტაბის უფროსი ვინ იყო ის გოგავა და ეს ვიღაცა კალანდაძე არ წარმოგიდგენია გენერლები წარმოგიდგენიათ შეხედე რა კალანდაძე მეოთხე ბრიგადის მეთაური იყო რომელიც ტანკები დაუტოვა რუსებს არა კი არ დაუტოვა მიყიდა გაყიდეს მიყიდეს აი ეს მე სულ ვიძახი რომ ამას ამ ზაღლიშვილს პიჯაკებზე რო ასამართლებთ რა თუნდა ამას ეს ეხლა გაასამართლებენ მე დარწმუნებული ვარ იმაში 2008 წელსაც დაკავშირდა 13 წელი გავიდა არა კანონი არ იყო კანონი თავიდან რა თმინდა კანონი უნდა სამშობლოს ღალატის კანონია საჭირო მაგასთან მიმართებაში მე 13 წელია ბიჭო ეხლა ხელისუფლებაში ჩაბარებული გაქვს ქვეყანა ვერ მართავდნენ ესეთი ქვეყანას ვერა არა ხომ ხედავთ თვითონ ეხლა რო ტრამპი არ მოსულიყო შენ ხო მომისმინე რო ტრამპი არ მოსულიყო ამერიკაში ხო სათავეში ჩვენ რა დღეში ჩვენ ვიქნებოდით უკვე სად იცი აი სადღაც უბედურებაში გაიგე გადარჩენილები ვარ გასაგებია ხა ტრამპი ეხლა ჩვენ ტრამპიც ახლა ლოგიშენია ის მასაც თავის ინტერესები აქვს ამ ქვეყანაში არაფერი ტრამპი ჩვენიანი არ არის ხო არა მაგრამ მომისმინე ყოველ შემთხვევაში მან შეცვალა იმიტომ შეცვალა სოფლიო პოლიტიკური ამით რომ მას ჭირდებოდეს ასე ხო და ამიტომ მისი საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენს გამოძვერით ამ სიტუაციიდან არა უყურე რა ხდება მე ესე ვფიქრობ რა ეს სამბატონო ტრამპი მოვიდა ეხლა მარტო ტრამპი ეხლა ტრამპი ხო არ არის მარტო ვიღაცა ტრამპი რა ტრამპი მოვიდა კაცი რომელიც არის მილიარდელი და რომელიც ორჯერ გაკოტრდა და თავიდან დაიწყო და გახდა მეორეჯერ გახდა პრეზიდენტი. ანუ ტიპი არის როგორი წარმატებული თავის თავზე ხა ისეთი წარმოდგენა არაფერი არ აინტერესებს. მოსული არ იყო და ეგრევე მექსიკა, კანადა, გრენლანდია, პანამა ყველაფერს დაეთრია. ანუ უარს ვერ იტანს. თან ხა უყურე უკვე თქვა რომ ისა გრენლანდია გას თუ არ უნდა თუ ჯარს შევიყვანო. აი უნდა არ უნდა ვინ ეკითხე. ეს არ არის ეს
იმპერიული აზროვნების ადამიანია და იცვლება რა? ჩვენთვის კარგი იცვლება ის, რომ ადრე რო იყო ის ამ LGBT მესაჯდომეების დიქტატურა. დიახ. ფაქტობრივად მთელ სამყაროში, სოფლიოში, აქაც ხო ნახეთ რა ხდებოდა. ადრეში ვიყავ. ადრეში ვიყავ. საშინელება იყო. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩინეთ. ღმერთმა გადაგვარჩინა, რა. რები ვაკეთეთ რა. ღმერთის ზალამ და ღმერთის სიყვარულმა გადაგვარჩინა. უკვე ათეისტიც რო ყოფილიყავი არა, რაც ჩვენ აი ეს 30 წელი ამ მესაჯდომეება ფული ხარჯეს, რავი, რაც ამუშავეს ეს ახალგაზრდობა და რეებით ამდენი თაობა გაზარდეს და მაინც ვერაფერი ვერ გააკეთეს რა ამ ქვეყანაში. ესე იგი ის ანგრევს ამ ძველ იმას, იმიტომ რომ თვითონ ამერიკაშიც და ყველა დასავლეთის ქვეყნა გერმანიაში, საფრანგეთში, სადაც გინდა ადამიანები ხა კი იქ ნაკლებად არის რაღაცა სულისკვეთება, რაც ჩვენთან არის, მაგრამ იქაც ხო არის კაცო, ხა ეს უკანალის მიცემა ეგრე თვილი არ არის, არავის არ უნდა მამაკაცებს რა, ყველას პრეტენზია აქვს მამაკაცობაზე და იმდენად ამოვიდა ყელში აი ეს სისულელე, სიგიჟე ვიცე-პრეზიდენტმა რო ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რო თქვა, რომ აგერ ვიღაცა ინგლისელი კაცი თავისთვის ჩუმად ლოსულო და თქვენ ვერ ახართოთ ეს ევროპა კი არა რაღაცა სიგიჟეში გადაგივიდათო ყველაფერი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და ეს ჩათვალე არის ის ნაბიჯი, რომელიც აი ამ ძველ სამყაროს ტრამპი და თავისი ისა რაზმი, ასე ვთქვათ, ძველ სამყაროს, რომელსაც აშენებდნენ ეს 30 თუ 40 წელია, ანგრევენ. და აუცილებლად დაანგრევენ იმ ძველ სამყაროს უეჭველი. ამ სამ ნანგრევებში მოყვება სულ ყველა. აქაურების მოყვებიან პირველ რიგში, ნუ აქ ბევრნი არ არიან ესე შედარებით, მაგრამ უკვე მოყოლილები არიან. მოყოლილები არიან და რაღაც აგონიაში უხედა უკვე და როგორ თქვა რომ აი მიხარია მეთქი რა აგონიაში ყოფილი ესენი მაგრამ არა მიხარია მე მიხარია იცი რა მიხარია რომ ჩვენ აი გადავრჩით და ჩვენი შვილები და შვილიშვილები გადარჩენ სწორედ ამ ნაძირლების ბინძური იდეოლოგიას გადავრჩენ ეს სასიხარულო არის იმიტომ რომ ქვეყანა უკვე იღუპებოდა ხო და თითქოს ქვეყანა უკვე აი უბსკულთან იყო მისული ამ მიმართულებით რომ ხალი ხალს აღარ გავდა კაცი კაცს აღარ გავდა ბავშვი ბავშვს აღარ გავდა და რა ვიცი ყველაფერს გვაზალებდნენ და ყველაფერს გუტენიდნენ გაიგე წარმოიდგინეთ თქვენ ინდონეზია ვიყავით მისული მიყვანილიყავთ ქვეყანა ინდონეზია რომ პიტაპი იზოლების წესით შეიძლება ყოფილიყო მამაკაცის და მამაკაცის ქორწინება ეს მისაშია საქმე ამიტომ ამ ხრივ მე მიხარია ის რომ ჩვენ აი ამ სიტუაციიდან გამოვძვერით და გადავრჩით გაიგე და გადაგვარჩინა უფალმა ღმერთმა გადაგვარჩინა და ღმერთის ნებით გადარჩა ეს ყველაფერი და ეს სასიხარულოა რომ მაგენის ადგილი არ არის საქართველოში აქ ესე ჯოჯოხეთში უნდა ეწოდეს უყველა რა თქმა უნდა მე ეს რატო ვილაპარაკე ისიც რომ არის იმპერიები არის სულ რა ეხლა მე ისიც თქვი რომ რუსეთი მთელ ნატოს ეომება მეთქი აქ თურქეთის პრობლემა არის ეხლა უყურე რა ხდება თურქეთმა აიღო ეხლა როგორც კი მიხვდა ისიც იმპერიული აზროვნების აზროვნების აიმას ერთი სული აქვს როდის გაბატონდება და რუქებსაც რომ დახედო ჩვენ საერთოდ უკვე თურქულ ფერში ვარ ძველი ოსმალეთის იმპერიის აღდგენა უნდა კაცო ჩვენზე კი არ ლაპარაკობს ის ერდოღანი ეგვიპტეზე ლაპარაკობს და იქ თურქმენეთზე რომ ეს თურქმენული მიწებია ეხა უყურე უკვე ჩაირთო ეს თურქეთის პრეზიდენტი ჩაერთო აი ამ სიტუაციაში რომ ნახა რომ ეს LGBT აქტივისტების შექმნილი ევროკავშირი უკვე ინგრევა სამხედრო თვალსაზრისითაც ეკონომიური თვალსაზრისით ყველა იდეოლოგიური ყველანაირი თვალსაზრისით ეხა უნდა რომ აი ეს დროშა დაიჭიროს ხელში პირდაპირ შესთავაზა კიდევაც ხო რომ მიმიღეთო კაცო და ჯარსო მე შემოვიყვან მოგეხმარებითო ჯარი თქვენ რა ჯარი უნდა ყავდეს საყურებიანი LGBT ჯარის კაცები რუსებს როგორ უნდა დაუპირისპირდეთო აი იცით როგორი პირდაპირ უკვე ნაცლად ჩანს რომ თურქეთმა წამოყო თავი და თან ისე წამოყო თავი რომ
აიღო დროშა მთელი ნატოს, იმიტომ რომ ამერიკელები აუცილებლად დატოვებენ ნატოს. წავლენ რა, არაფერში არ ჭირდება უკვე. არაერთხელ გააკეთეს მაგ განცხადება, რო იცოდეთ თქვენ? მაგ განცხადება ტრამპმა ჯერ კიდე წინა პრეზიდენტობის დროს გააკეთა, როდესაც ნატოს მინისტერიალზე იყო შეკრებილი და ეგ რაღაცას ეხვეწებოდნენ, რომ პრიბალტიკაში ეს საცოდავები არიან ეს პრიბალტიკელები, მაგრამ მეცინება. აი ახალ ამბებს რო უყურებ ხოლმე რაღაცა და ეს პრიბალტიკელები რო გამოძრებიან და ფაფხურობენ და ჩვენ რო გვეუბნებიან და ჩვენ გვასწავლია ჭკუას, დაიგე? ჭკუას გვასწავლია კი, თის გვიქნებ, ჩვენ ასე ნუ იქცევი ბიჭო და რაღაცებზე გვასწავლება, თითის გიცემ. ხო და მეცინება ხოლმე რა, მაგრამ მეცინება რა და ერთი პრეზიდენტი ყავდათ იქ ესეთი ყვითელთმიანი დიდი ქალი იყო, დამოვიწყდა გვარი რა და ვიცი, ხო. ტრამპმა იქ რაღაცა ის ნატოს გენერალური მდივანი იქ ეუბნებოდა, მაშინ ის სხვა იყო რა, რომ ისაო აქო ის თვითმფრინავის ისა ავიაციის ბაზა უნდა იქნებ გავაკეთო თუ აგერო ესენი გთხოვენ. გადაიხდიანო ფულს, მაგრამ არაო, მაგრამ იქო აგერო საფრთხეა რუსეთიო და რაღაცა ხაი ხუო და რუსეთი რა უნდა თო რუსებს მიეცით მე რა ჩადაბად გვიდა ეს ქვეყნები ფულს ესენი არ იხდიან და ეციანი ქვეყნები ხო რა ჩადაბად გვიდა აღატაკებული თქვენ რა გიდა ევროკავშირში ეგრევე მივხვდი რომ ეს სუფთა ბიზნესის კუთხით უყურებს ყველაფერს. უყურებს ყველაფერს. რატო უნდა გადავიხადო? გინდა ქუჩაში რო არის ესეთი თემა არის. ეხლა უყურებს სიტუაციას. გადაიხადე და დაგიცავ. არ გინდა მაშინ არ მაინტერესებს. აი ახლა ნახეთ, ახაც აერო პუტინს ვეზბაკაცებთ ხო და გავჯი არ დაგჭირდა. ეხლას მაგის ინტერესს ხო და პირველი რა საკითხი დააყენა რომ მე უკრაინის ომს შევაჩერებ და მე ზელენსკის გამოთხოვა ის ვირფასიული ისინი რა წიაღისეული პროქსიომიაო ფაქტობრივად ჩვენ ის მოთხოვა ახლა მაგას რუსეთი თითქმის 30% 40% რუსები აკონტროლებენ ეს ისაშია და კიდევ მიდიან და კიდევ იკავებენ იმ ტერიტორიებს ხო ანუ შეხედე რა ხდება ახლა ამ მან სულაც ბიზნესის კუთხით შეხედა მას ყველაფერს თან პირველად რა საკითხი დააყენა რომ მე ფული რომელიც მოგეცით თქვენ მეო ფული რომელიც მოგეცით ის ვალი არის ამიტომ მე ფული გია ქეში კი არ მინდაო კაცო ეს მომეციოს ისინი აქაც მოგებას ნახულობს ის გესმის აშია უყურე ტრისთან ბატონო ჩვენ ესე იგი კონსტიტუციაში გვიწერია ნატოს და ევროკავშირში ეხლა როგორ კიდე რო აი ეს ხალხი ბავშვები რო დარბიან აქ რუსთაველს კიდე თუ ამას ვერ ხედავ აი უყურე რა ქნა რა ჩვენო კაცო ფული ხომ მოგეცითო და ეხლა ეს ზელენსკის უკრაინელები ეუბნებიან თქვენ ხომ გვაჩუქეთოს არა ვალია როგორ გაჩუქესო კაცო აგერ ინგლისელებმა ხო მოგცესო და პროცენტებითო თანო მოგცესო და თან პროცენტებიცაც გახდებინებენ რომ თანო ის მთელი თურმე უკვე გაყიდული ქონია ამ ზელენსკის ინგლისელებზე ეს რაღაცეები რა ეს მთელი სიმდიდრეები და მაშინ მე პირდაპირ დავიჭირე რუსების მაგ ყველაფრის მერე რუსეთის ხელმძღვანელობის შეთავაზება რომ ჩვენო ამერიკელებს უკაცო პრობლემა არ აქვს დაველაპარაკებით იქ მოპოვებაშიც რომ იმაშიც ამაშიც ანუ რუსები ხო გაჩერებასაც არ აპირებენ არა და ეგრევე უპასუხა ტრამპმა ეგრევე უპასუხა ეს ჩვენ უნდა დავიჭიროთ ეს ლაპარაკი თორე იმან ზელენსკიმ რა თქვა ვის რაში აინტერესებს სწორად გამქრია ჩვენ უნდა დავიჭიროთ ძველი სამყარო ინგრევა და ახალი გადანაწილება ხდება ყველაფრის ბიზნესის ფულის აი ცენტრის ევროპას ჩაგრავენ უკვე პირდაპირ ჩანს რომ ჩაგრავენ და აღარ იქნება ევროპა ის რაღაცა ცენტრი პირიქით აქეთ ხარეს ჩინეთიმა ამოყვინთა იქნება სამი ცენტრი რუსეთი ჩინეთი და ამერიკა ეხა მე რასაც ხედავ აქ რუსები და ამერიკელები დიდი ხნის წინ უკვე გარიგებულები არიან ამ უკრაინის თემაზე უბრალოდ რა არის იცი რომ
ერთმანეთთან ისე ელაპარაკებიან, რომ შეურაცხყოფას არ აყენებენ, მაგრამ ნუ ცდილობენ რაღაცა ნუ ეს ჩვეულებრივი მომენტია რა. ქუჩურად რომ დაითრიონ უფრო მეტი რაღაცები. იცით რა სამომენტო თორე ხე ევროპაში ეს კურს ამ კურსკის ოპერაციასთან დაკავშირებით. ნუ ახლა შენ ხო გასცადენ მილში შევიდეთ და გასცადენ მილი წავიდეთ 15 კილომეტრი ხო ევროპაში. თორე ამბობენ რომ გასო ჩავთავ სახში რუსი ჯარისკაცი არ მოყვეს გასო კაიგე ისე გასადენიმილი ევროპაში ხო გერმანიაში ყველგან არის გაშილი და სადა რომელ ქალაქში ამოყვებს ახლა და რომელ გასადენის მილს ამოყვებს მაგალითი აჩვენეს რომელ გასადენის მილს ამოყვებ ახლა რუსი ჯარისკაცი კაცი შვილმა არის კაიგე ხო და იმიტომ სასტრაფოდ უნდა ჩართონ ის გასადენები თორე ой სარიელი გასადენები რუსი ჯარისკაცი ვერ ამოყვეს ამიტომ პანიკაში არის მთელი ევროპა, პოლონეთი, გერმანია. მე ვფიქრობ, რომ ამერიკელები და რუსები ამ მოპოვებაზე ყველაფერზე გარიგდებიან, კაცო და პირდაპირ ეს სიგნალი უკვე გაუგზავნეს კიდევაც ინგლისსაც, ეს ფაქტობრივად ეს უკრაინის ხელისუფლება არის ინგლისის მიექვსის ქვედანაყოფი რა, ხო, ნუ ყველამ ვიცით, არც იმას არ დაუმალია. ტრამპს მოლაპარაკებებში და არაფერი რომ დაჟე ისიც თქვენს რომ აი ეხლა რომ მოვილაპარაკებთ ეს ამასთან ხო არავინ არ ლაპარაკობს რუსები ყოველ შემთხვევაში ამასთან არ დაილაპარაკებენ არალეგიტიმურია კი და არჩევნების მერე ვიცოა მაგას ამბობენ კიდევაც შენ ზელენსკის არ დავილაპარაკებთ კიდევაც ამბობენ კი არა პირობა არჩევნები ეხლა აი სწორედ ნახეთ მანდ მიდივართ ეხლა ეს შეთანხმებები რომლებიც უნდა შემდგარიყო ხო რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს უკვე ამ შეთანხმებებს რუსულ-ამერიკულს აი სერიოზული ხო იმიტომ რომ ხო ახლა რუსები არ ცვლიან იმ მოთხოვნებს რა მოთხოვნებით მას გააჩნიათ ხო ეხლა აქედან ახლა ამერიკელებმა არა უყურე რა არის ამერიკელები და რუსი პუტინი და ტრამპი ტელეფონზე დიდი ხანია უკვე ერთმანეთს რაღაცებს ელაპარაკებიან და შეთანხმებებიც აქვს ნუ ეხლა აქ რა საჟღერებენ და რა ხდება ეს ხო ფაქტია რომ პირდაპირ ჩანს რომ ესენი არაფერს არ დათმობენ რუსები დასათმობიც არაფერი არ აქვს იმიტომ რომ მოგებული ქვეყანაა და უპირატესობაშია მარტო უპირატესობაშია წარმოიდგინე ახლა შენ წარმოიდგინე აგონიაში არის მათთვის რუსეთთვის ახლა ის შეთავაზებები რასაც ესენი თავაზობენ რომ 30 დღიანი ის პაუზა ავიღოთ ხო ეხლა რუსები მაგას აღარ ჭამენ იმიტომ რომ ერთხელ მისკის ფორმატში მოატყვილეს. იქ თურქეთში ერდოღანი რო იყო ჩართული ხო ეს ერდოღანი ზოგადად გველურად თამაშობს. ის ძალიან გველურად და მაგრად სულად წამოწ და მაგრად წამოკრავს ფეხს. ძალიან ერთხელ აპატია მაგას რუსებმა. აი ეს რაც მიირთვა მაშინ ხო და ეხლა მეორე აღარ აპატიებს რუსები მაგას გაიგე და მით უმეტეს რუსებს მაგი უნდა უმადლოს რუსებმა გადაარჩიეს მაგით რა ამერიკის სპეცსამსახურებს გაანჩენი ქონდათ გამოდაინე მაგის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ცხვირწი დააცანეს. ცხვირწი დააცალეს. წარმოიდგინეთ თქვენ გაგიჟებული ვართ. არის ერთ-ერთი ისეთი სერიოზული სპეცოპერაცია. რა ოპერაცია ჩაუტარეს ხო? ხო, ამიტომ ძალიან ცუდად თამაშობს ერდოღანი და მე მგონი ამ სიბერეში მაგი ძალიან ცუდად წამოკლავს ფეხს და ძალიან ის ამიტომ ეხლა ამ 30 დღიანი იმასაც არ ჭამს რუსები, გაიგე რა შეიძლება. ეხლა რა ხდება მე ხო სამხედრო კაცი ვარ, 30 დღიანი პაუზის აღება. არაერთხელ გავუკეთეთ ჩვენ აფხაზეთში, მაგ ხო? აი მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში უკვე მეორე მხარე უკვე ძლიერდებოდა იარაღით, ცოცხალი ძალით, ძალას იკრებდა. ძალას იკრებდა და ბრაღთა მე უკვე დარტყმას ახორციელებდა, ხო? იგივეს გააკეთებენ ახლა ესენიც კაცო და ამიტომ არის რომ ისინი ამბობენ თავის პირობებს თავის არა ხო და მიტო უყენებენ თავის პირობებს, არავითარ შემთხვევაში გაიგე ეს რაც აქვს მათ თავიდან მოთხოვნა რუსებს ხო ამ მოთხოვნას აწვევენ ბოლომდე გაიგე და ასე იქნება კი ბატონო არ იქნება და კარგად იყავით მე მივდივარ ვაგზელებ გზას ვერაფერი ვერ მაჩერებს დაქოქელია უკვე სამხედრო მანქანა მე ვფიქრობ კიდე ესეთ რაღაცას 30 დღიან იმას თუ დათანხმდნენ რუსები ეს ნიშნავს იმას რომ შიგნით გაუკეთებენ გადატრიალებას მაგ ხელისუფლებას ამ 30 დღეში ისე არ გააკეთებენ ხო და მე რატო ვთქვი ეს იცი რომ ამ ინგლისელებს ამათი ბედი ეხლა ხო უნდა განსაზღვრონ როგორ ეხლა ნუ მაშინ ვარ დაახოცინებენ ამ ერთი რაკეტა უნდა და მთელი ხელისუფლებას ჩათვალე აღარ არსებობს და იმ რაკეტაც კიდე აქვთ ამ რუსებს საიდანაც კიდე ვლადივოსტოკიდან ისურიან მაგრამ არეშის და რო დაქოქავენ წამებში მიდით ამოუხდება კაბინეტში ეგ მაკრონს დაიბას გაიგე კი ბატონო ხო და
ისეთი თემა არის, რომ ამ ესენი სადღაცას ევაკუაცია უნდა გაუკეთონ ამ ხელისუფლებას თავისი ბოროტი მასხარათი და ყველა ხელები დაიბანა, даже საფრანგეთმაც კი ხელები დაიბანა და ბრიტანეთია საუბარი. ბრიტანეთს უთხრეს, რომ შენი კაცი შენ იმას მიხედავ რა. სხვამ რო წაიყვანოს და იქ ვინმე გააგოროს ესა. აი, იგივე მე დაბრალდება იმას და მე რატო წავიყვანო შენი კაცი? წაიყვანე შენ და პასუხისმგებელი შენი. ბრიტანეთში უმზადებენ, მე მგონი მაგას უსაფრთხოების იმას თავშესაფარს ასეთ ინფორმაცია არის. როგორც ბერეზოვსკის და იმას და მე თავშესაფარს გაუზადებენ. მე სამუდამო თავშესაფარს მიიღეს მე იქ, მაგი გარკვეული დროის მანძილზე მე შემდგომ, მაგრამ ნარკოტიკებს გამოაცლიან და ლომკას. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით სიტუაცია ესე მიდის თვითონ უკრაინაში ჯერჯერობით და ასეც არის ეს და იმ თავიდანაც ასე იყო, როდესაც აქ და საერთოდ არათუ მარტო აქაური ექსპერტები თავიდან ჩვენ გაგახსოვს საერთაშორისო ექსპერტებიც როგორ ესე ხმალ ამოღებული გამოდიოდნენ და აბა რუსეთის არმია იშლება, რუსეთი USAID-ის დაფინანსებული ექსპერტები. USAID და ხო ამ იმის დისტეიტის დაუთავრდათ ერთხელ უყურებდი, აი ესე იგი ესეთი რამე არ მინახია რა. ტაიმან ხო ტანკებზე თქვა და მეორე ექსპერტი გამოვიდა და ის ლაშა ბერიძე თუ ვიღაცა რა ვიცი არც კითხულობ პიდაბე ის არის დაუთავრდა თუ ის რაკეტები რა გვეს ქონდა თუ 1960 წელს გამოშვებული რაკეტები всё აღარ აქვს თუ რაკეტები აი ხა ბოლო რაკეტა ის როსო გუში აი იცი როგორი თემა არის რა ვიცი ხა ამიტომ ბატონო რამაზ ჩვენ მე როგორც სამხედრო სპეციალისტი მეც ასე მოვიქცევოდი როდესაც უპირატესობაში ვარ და საბრძოლო მოქმედებებში ვარ ჩამოვლი და მე მიჭირავს ხელში უკვე მთელი საკონტროლო პაკეტი და მე ვმართავ სიტუაციას არც ის შემთხვევაში მე არანაირი ესე იგი შეთანხმებაზე არ წავალ მანამ სანამ არ მივახცევ ბოლომდე და არ დავასწრებ დროშას ხო იგივე საკეთებს ხა პუტინით მაგას ახლა ჩვენ ხო გაგადვიცით კაცო და ეს ხო 2x2 4 არის იმას ოდესაზე უჭირავს თვალი ის სანამ ოდესას არ მიცემს არავის არ სანამ ოდესას არ წაიღებს მაგ ეგე და ხარკოვს არ წაიღებს ხო რა თქმა უნდა ესა არა თქვა კიდევაც ეს მაგას არ სულ არ დაჭირდება მას არც ხარკოვში და არც ოდესაში შესვლა ქალაქებში არ დაბობა ის ესე ჩაკეტავს თლიანად გადაკეტავს თელი მას შემოსასვლელებს გაიგე და ალყაში ეყოლება ეს ქალაქი და მორჩა დამთავრებული საკითხი არის გამოაცხადებენ კაპიტულაციას გაიგე და ეგ იქნება და ამას გააკეთა აქეთ მიყავს ეს ყველაფერი პუტინს გაიგე და აქეთ მიყავს თლიანად ესე იგი რომ მეტყვი უკრაინის რუსეთის ფედერაციის ჯარების სარდლობას ეს ყველაფერი იმიტომ რომ მას ნესისპირეთზე გზაჭირდება გესმის ნესისპირეთში უზარმაზარი საბრძოლო მასალების საწყობებია მე ახლა იქ ვიყავი მსახურობდი ტირასპორტში და ვიცი კარგად ვიცი კაცო ის კალბასნაიას კარგად ვიცი ეს არის ერთი ქალაქი რა ის კალბასნაია სადაც იქ გარდა საბრძოლო მასალებზე არაფერი არ არის გესმით აი თქვენ ახლა 3 მეთრში შემოვიდოდეთ ბრძანეთ რომ რაღაცა მეხუთე სართულზე ჩავიდეთ სწორედ ეგენი არის იქ მიწის ქვეშ მეხუთე ხუთსართულიანი საწყობები და ეს საცავები და ეს ხო და ამიტომ ის ნესისპირეთი მას ჭირდება და ჭირდება სამანქანო გზა ჭირდება სარკინიგზო გზა ჭირდება და ესეთი გამოსავალი არის რომ ოდესის გაკონტროლების საფუძველზე მან უკვე გზა გაიყვანოს ნესისპირეთზე და ასე რომ ახლა ოდესას ისედაც არ მიცემს შავზღვაში არ მიცემს ამბობს რუსული ქალაქი არის კაცო რუსული იყო არ მიცემს რომ შავზღვაში კიდე იქ ვიღაცა მაგას არ დაუტოვებს არც ერთ ნავსაც არ დაუტოვებს მაგი რომ ამ ნავის არც ეს ჩვენი თურქი მეზობელი არ არის თანახმა რომ შავზღვაში ვინმე სხვა იყოს. უნდა რომ თვითონ აიბატონოს. ჩვენ და რუსების არის შავი ზღვა და ჩვენ რომ შავზღვაში სხვა რუსებმა ადრე ამერიკული ეს ახალი თვითმფრინავი ჩამოაგდეს შავზღვაში. არ გაუხმოვანებიათ ასე ვთქვათ ამერიკელებს, მაგრამ რუსებთან გაჟონა რომ ჩამოაგდეს და იქ რაღაცა მცდელობა იყო რომ ეს ნატოს თვითმფრინავი ჩამოაგდეს და პირველი ამან დაიწყო ამ ერდოღანმა რომ ჩემ გარეში აქ რო შავზღვაში ვიღაცა ნატოს თვითმფრინავი რატო შემოფრინდაო რა აქო შავ ზღვა არის ჩვენიო ჩვენი და რუსების ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთთან რაღაცა წითელი ხაზები გვაქვს არ გადავდივართო და თქვენო რატო ვერ გავიგო ჩემოთო როგორ გაბედეთო ანუ ესეთი ის იყო ასე რომ ბატონო რამაზ უკრაინის ომმა კი არა საერთოდ შექმნილმა მდგომარეობამ
რასაც ახლა ფიქრობდნენ, რას დაიგეგმა თუნდაც იმ პენტაგონში, იმ ცენტრალურ სადაზვერო სამსახურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ეს კოლექტიურ დასავლეთთან რუსეთის წინააღმდეგ რაც დაგეგმა და ეგონათ, რომ ისინი ამ მოქმედებებით რუსეთს დაასუსტებდნენ და დაანგრევდნენ და ისინი გაბატონდებოდნენ და გადაინაწილებდნენ რუსულ სიმდიდრეებს, ხო? ამ მოლოდინმა არ გაამართლა. პირიქით ეს ყველაფერი წამოვიდა, პირიქით გააძლიერა რუსეთის ფედერაცია, გააძლიერა რუსული ეკონომიკა, ის ინვესტიციები, რომელი ინვესტიციებიც იყო შემოსული და გავიდა, ადგილობრივი ჩაანაცვლა, მთელი ეს ქარხნები, რომელი ქარხნებიც იყო დახურული და გაჩერებული, ყველა ეს ქარხანა მუშაობს აბსოლუტურად და პირიქით ახალი გადაიარაღება მოხდა ამ ქარხნების და თანამედროვე იმით დაიწყეს მოქმედება, ხო? ერთი რო იყო სამი გაჩნდა. ხო, ტექნოლოგიებით დაიწყეს. ეს სამხედრო სამრეწველო ქარხნებიც თავიდანვე დატვირთვით მუშაობს და ეს სარაკეტო წარმოებები, რომელიც შეჩერებული იყო რაღაც გარკვეული ხელშეკრულებების საფუძველზე, ისიც განაახლეს და ამიტომ არის წყალქვეშა გემებისთვის დაიწყეს კაცო. ამიტომ არის რომ დღესდღეობით ეხლა კიდევ თუ ვინმე გამოვა და კიდევ თუ იმას იტყვიან რომ აი რუსეთი დაასუსტესო, ხო? ალბათ ეს არის ამერიკელებმა ხა ტრამპის პოზიცია მაგრად მესმის ბიზნესმენია და ფიქრობს ხა რომ მე აი ამ რუსებთან ჭიდაობაში მთელი რესურსი, სახელმწიფო რესურსი ამერიკელების მიდის იმაში, რომ ამ რუსებთან ძიძგილაობაში და ჭიდაობაში მით უმეტეს ვერაფერს ვერ უშვები. ამიტომ რაში მჭირდება ან აი ეს USAID ამდენ ფულებს რომ სადღაცას ვტენი, ან ის რაღაცა ჭიდაობა, ეს რუსებთან მიჩვენია დავილაპარაკო. ჩემთან მაინც ვერ მოვა. თუ იქ ევროპას შეაწუხებს, იმ ევროპელებმა გადამიხადონ და მე დაველაპარაკე. ხო, დაველაპარაკე. თუ არა და შეაწუხოს კაცო, ერთი გაიგე. და ის ვებერთელა ძალიან დიდი რესურსი. აი ტრილიონები, რომელიც იხარჯებოდა აი ამაში, აი ამ რაღაცა პროქსი რაღაცა იმაში, რა. ეს მოხსნა. და მოხსნის კიდე არ ჭირდება, არაფერში არ ჭირდება. ეხა აქ რომ გადაიხადოს მილიარდები, რომ აქ ვიღაცა 100-მა გარყვნილმა, 100-მაც არა, 50-მა გარყვნილმა რუსთაველზე გაიაროს რა. თავისი დროში. რაში ჭირდება? ამდენი ფული. 4 ადამიანი იყო თუ რაღაც გუშინ, ერთ დროშის დამკვირვებელი აღარ ყავდათ, გაიგე და დამდგარა პირდაპირ შუაგზაში. 4 ადამიანი დროშის დამკვირვებელი აღარ ყავდათ, კაცო, წარმოიდგინე. ხო და ნუ რა. დასაცილი არ არის, არა არის ეს. ასე რომ ბატონო რამაზ და ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ როდესაც ვხედავთ უკვე რომ აი ამ მთლიანობაში ის რა მოლოდინებიც ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლექტიურ დასავლეთ რუსეთთან მიმართებაში, ამ მოლოდინმა მათთან მიმართებაში ვერ გაამართლა და არ გაამართლა, პირიქით არის ყველაფერი და ალბათ დრო არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა გაიხედოს იქით რაღაც გარკვეული დიალოგის რაღაც ნიშნები მაინც, ხო? იმიტომ რომ არაერთხელ ახლა ჩვენ გვეპატიჟება 3+3 ფორმატში, აქ რუსეთის მეორე პირი გამოვიდა, მეორე პირის განცხადება, პირველი პირის განცხადება არის, ხო? რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ახლა ძვირფასო ხელისუფლებაა, გასაგებია ახლა თქვენ რაღაც გარკვეული კი ბატონო გეშინოდათ იმისა, რომ ზეწოლების ქვეშ იყავით და ნაღმები იყო, რომელი ნაღმებიც ახლა ამაზე მეტი ნახევარი აღარ ამოქმედებენ უკვე. დამთავრდა ამათი რესურსი აღარ არის, ხო? აგი მოქმედეს ნაღმი, აგე როცა კანონი მიიღე აგენტურას მიმართებაში და ვერაფერი ვერ გააკეთეს, აგი მოქმედეს აგე ნაღმი, როდესაც არჩევნები ჩაატარდა და ვერაფერი ვერ გააკეთეს, მეტი რესურსი აღარ აქვს. დრო არის ახლა უკვე ამ ნაღმების აღარ უნდა შეგეშინდეთ და დაიწყეთ მოქმედება და დაიწყეთ პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, რადგან ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ და გავეერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და გინდა არ გინდა მეზობელია ეს ჩვენი და მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო რამაზ? არის თუ არა აუცილებელი დაიწყოს უკვე ხელისუფლება მოქმედება? მე ვფიქრობ ესე რა, დიდი ხანია ვფიქრობ მაგის გულისთვის დამიჭირეს კიდევაც რა, სააკაშვილის დროს. მე ვფიქრობ ესე რომ არც ტრამპია, მე კიდევ ვიძახი რა, ეს ჩვენიანი, არც ერდოღანი არ არის ჩვენიანი, არც პუტინი არ არის ჩვენიანი, არც კიდე ჩინეთის სი არ არის ჩვენიანი, ყველა არის ჩვენი მტერი. ის ნუ ესე რო ვთქვა. გასაგები. ყველას თავის ინტერესი აქვს. ხო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხა გინდა პრორუსი დამიძახე და გინდა რუსეთული. ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ რო მოვისუნთქოთ და მოუმრავლდეთ და ამოვისუნთქოთ ამ სიგიჟეებიდან, ეს რასაც ეს 35 წელია აი აქ ექსპერიმენტებს გვიტარებენ, ერთადერთი საშუალება გვაქვს, რომ დავალაგოთ ურთიერთობა რუსებთან. კი. იმიტომ რომ
ამერიკელებსაც თავის ინტერესი აქვს და ისიც დიდი იმპერია. რუსებსაც თავის ინტერესი აქვს და დიდი იმპერია და თურქებსაც თავის ინტერესია და დიდი იმპერია. ერთადერთი მიზეზი რისთვისაც თურქებს არ აქვთ აჭარა წაღებული ის არის რომ კიდევ რუსების შიშია. კი. თორე აქამდე ვიქნებოდა თურქეთი, აჭარაც და ისიც. მით უმეტეს ამ ძაღლიშვილმა გამყიდველმა სააკაშვილმა თურქებს პირდაპირ მოქალაქეობა მისცა ბოლო დღეს. ჩვენ ხო ვიცით, მაგაზე არასამართლოა 30000 კაცს მისცა მოქალაქეობა ბოლო დღეს. ერთღამეში. ეხლა ბოლო იცი ყველაფერი ხო უნდა შევხედოთ რა. ჩვენ ეხლა რო გვინდა რომ აი ევროკავშირში გვინდა აგერ ევროკავშირი აუცილებლად რაღაცას რა ქვია კულტურა ევროკავშირი რას ლაპარაკობს და ჯერ ერთი ჩვენს მენტალობაში კიდევ ვიძახი რა ეს LGBT თემა და აი ეს რაღაც უღმერთო რაღაცა უბედურება რაც დღეს ოფიციალურ ევროკავშირის პოლიტიკა აქვს და უკვე ეს იდეოლოგია პოლიტიკურ დონეზე აქვს გატატანილი ხო ის ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი აბსოლუტურად არც ერთ პუნქტში არის 12 პუნქტი 16 რაღაცა რეკომენდაცია 35 ბრძანება ყველა რო გადაიკითხო არის ქართველი ერის წინააღმდეგ გამოტანილი რაღაც განაჩენი რა ჩათვალე რა რის გულისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძვით რომ იქ შევიდეთ რა ჯანდაბა გვინდა მაგას ესენი არ გვეუბნებიან ანუ რაღაცა მოთხოვნები რა თქმა უნდა ექნებათ მაგრამ ესეთი არა რაც აბსოლუტურად მიუღებელია ეს ერთი პირველი მეორე თუ სიმდიდრეზეა ლაპარაკი და თუ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ჩვენგან რუსეთში არც შენი დაფნა არ გადის და არც შენი ისა ღვინო რა ჩვენ თავიდან ბოლომდე მთელი ეკონომიკა ჩვენ გვაქვს ჩათვალე 90% მიბმული რუსეთზე ხორბლიდან დაწყებული ყველაფერი იქიდან შემოგვა ენერგორესურსები და აქედან თუ რამე მოყვავს აი ყველა მით უმეტეს შემოგთავაზეს კიდევაც ხო რაღაც აი რასაც დათესავ ჩვენ კომუნისტების დროს ეგრე იყო აქედან თუ ვინმეს რა გორელს ვაშლი მოყავდა იქ მიქონდა და თითო რაღაცა სეზონზე ვებერთელა ფულებს შეულობ ასე რომ მიბუბულები ვართ სოფლის მეურნეობა და სოფელიც გაიხარებს და ქალაქიც გაიხარებს ეკონომიკა რასაც ქვია თუ შენ მაინც და მაინც გინდა რომ ევროპული ცივილიზაციის რაღაცა ნაწილი გახდე რაც კარგი აქვს ევროპას რა თქმა უნდა აქვს კარგი ის ისედაც შეგიძლია შემოიტანო მე კი არ გეუბნები რომ ვეომოთ იმ ევროპას მეთქი კი არ ვეომოთ არ ვეომოთ მაგრამ რუსებს არ ვეომოთ ეს რუსოფობია უკვე რაღაცა სასაცილო გახდა რა რამას ჩვენ დრო ამოიწურა საკმაოდ ისე სწრაფად შემოგვეხარჯა დრო და ეს 1 საათი ისე სწრაფად გავიდა რომ თქვენთან ასე დიალოგში და იმაში ვერც კი გავიგეთ და ვერც კი ვიგრძენით ხო ძვირფასო ტელემაყურებლებო მადლობთ რომ გიყურებთ დართით ჩვენთან ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ჩვენ გადაცემაში გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები და ძალიან საინტერესო ამბებს იხილავთ და ფაქტიურად ყველა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რომელიც ბევრისთვის არ არის მთლიანად კარგად გაშლილი ეს თემები სხვადასხვა ტელევიზიის ტელეეთერების საშუალებით ჩვენთან ყველაფერს ფაქტიურად თავიდან ბოლომდე შლით და უხსნით საზოგადოებას დიდი მადლობა რომ გიყურებთ კარგად ვანებოდეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად ვანდებოდეთ მადლობა მოწვევისთვის